მზად ხარ გონების გასავარჯიშებლად? მაშინ დავიწყოთ. 1830-იან წლებში, რომელი პოპულარული საკაზმი იყიდებოდა სამკურნალო აბების სახით, დიარეისა და მონელების დარღვევის სამკურნალოდ. კეჩუპი. რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სანელებელი წონის მიხედვით, რომლის 1 ფუნტის საწარმოებლად დაახლოებით 75,000 ყვავილია საჭირო. საფრანა. მე-18 საუკუნის დასაწყისში, რომელი ფუფუნების საგანი იყო, იმდენად იაფი, რომ მას პატიმრებს აჭმევდნენ და სასუქადაც კი იყენებდნენ. ლობსტერი. რატომ ტივტივებს ახალი ვაშლი წყალში? მისი 25% ჰაერია. რომელი პარკოსანი მცენარე შეიძლება იქნას გამოყენებული გლიცერინის მისაღებად, რომელიც დინამიტის წარმოების მთავარი ინგრედიენტია. მიწის თხილი. რომელი ხილია ცნობილი როგორც ხილის მეფე, მაგრამ აკრძალულია ბევრ აზიურ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადატანა მისი სუნის გამო. დურიანი. პიცა მარგარიტა 1899 წელს შეიქმნა იტალიის დროშის ფერების გამოსახატავად. რომელი ინგრედიენტები გამოიყენეს ამისთვის? პომიდორი, მოცარელა, რეხანი. რა ქვია, ქიმიურ ნაერთს, რომელიც წიწაკას სიმწარეს აძლევს. კაფსაიცინი. რომელ ქვეყანაში მოიხმარენ ყველაზე მეტ შოკოლადს ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში? შვეიცარია. რა ქვია, ოფიციალურად ქოქოსის შიგნით არსებულ თეთრ რბილობიან ნაწილს. ხორცი. ბიოლოგიურად, რომელ ჯგუფთან უფრო ახლოს არიან სოკოები, ვიდრე მცენარეებთან? ადამიანები. 1995 წელს, რომელი იყო პირველი ბოსტნეული, რომელიც წარმატებით გაზარდეს კოსმოსში შატლ კოლუმბიაზე. კარტოფილი. არქეოლოგებმა ძველ ეგვიპტურ სამარხებში აღმოაჩინეს, რომელი საკვებით სავსე ქოთნები, რომლებიც 3000 წელზე მეტი ხნისაა და ჯერ კიდევ სრულიად ვარგისია საჭმელად. თაფლი. იაპონიის ფარგლებს გარეთ, რესტორნებში მორთმეული ვასაბის უმეტესობა სინამდვილეში საკვების აღებავის, მდოგვისა და რომელი სხვა ფესვის ნაზავია. პირშუშხა. რომელი გავრცელებული სანელებელი შეიცავს ნაერთ მირისტიცინს, რომელმაც დიდი რაოდენობით მითმოხმარებისას შეიძლება ჰალუცინაციები გამოიწვიოს. მუსკატის კაკალი. AstroHub წერტილი G. დააგენერირე და დაუსვი კითხვები შენს პირად რუკაზე ჩვენს უჩქვიანეს ასტრობოტს. ლინკი კომენტარებში.